ცხოვრებაზე დიდი გაკვეთილი არ არსებობს ადამიანმა, რომელიმე სკოლაში ან უნივერსიტეტში გაიაროს. შანსი არ არის. ზოგს ეს გაკვეთილი წლები უჯდება, ზოგს ეს გაკვეთილი მთელი სიცოცხლე უჯდება ფაქტიურად. ზოგი სწავლობს და ზოგი ვერ სწავლობს, მაგრამ ეხლა როგორიც ხარ შენ, გაძლიერებული თუ დასუსტებული, ყველაფერი შენზე არის დამოკიდებული. შენ რა გასწავლა ცხოვრებამ და რამხელა გაკვეთილი მიიღე ამ ყველაფერთან. რამხელა გამოცდილება მოგცა შენმა ცხოვრებამ, შენ პირადად, აი შენ რა გასწავლა ცხოვრებამ ადამიანებთან მიმართებაში, გრძნობებთან მიმართებაში, სიცოცხლესთან მიმართებაში, სიცოცხლის სიყვარულთან მიმართებაში. ისე არაფასებს ზოგიერთი ადამიანი თავის დროს, თავის სიცოცხლეს, თავის გრძნობებს, რომ გონიათ, რომ უნდა გაწირონ თავიანთი სიცოცხლე, თავიანთი თავი ვიღაცის ან რაღაცის გამო. აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. თავგანწირო რა თქმა უნდა რაღაცა დონეზე უნდა გაწირო თავი, მაგრამ თლიანობაში შენ პირველ რიგში უნდა გიყვარდეს შენი თავი. შენი თავის სიყვარულით ყველაფერს მიაღწევ და შენი თავის სიყვარულით მიაღწევ მდგომარეობას, რომელსაც ქვია სულიერი სიმშვიდე. სულიერი სიმშვიდე მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შენ უბრალოდ კმაყოფილი იქნები იმის, რაც გაგაჩნია ცხოვრებაში. აი აქედან მოდის სულიერი სიმშვიდე. ყველას უნდა ყველაფერი კარგი და ბევრი, მაგრამ როდესაც შენ ისწავლი, რომ შენ ცხოვრებაში იმით იყო მადლიერი და კმაყოფილი, რაც გაგაჩნია, სამყარო ყოველთვის უფრო მეც მოგცემს და მეც გაჩუქებს, იმიტომ რომ შენ მადლიერი ხარ. მადლიერება უნდა გაუშვა ყველგან, უნდა გასცე, ანათებდე, რა ვიცი, როგორ თქვა ეს თქვა. უბრალოდ უნდა იყო ბედნიერი ყოველთვის ნებისმიერ წუთს და ადგილზე. არ უნდა იყო დაღვრემილი, მოწყენილი, დასევდიანებული, გულნატკენი. ისწავლე შენი სიცოცხლის ფასი. შეუდარებელი ადამიანი ხარ, შენ ხარ შეუდარებელი ადამიანი. შენში იმხელა ძალაა, იმხელა პოტენციალია, იმხელა სიყვარული შეგიძლია, როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემოყოფების, რომ შენ ვაფშე ვერ წარმოიდგენ ამ ყველაფერს. ვერც კი წარმოიდგენ, იმხელა ძალა გაგაჩნია. თავარია ამ ძალის სწორად მიმართვა და გამოყენების გზას და გასაღებს მიაგნო შენ ცხოვრებაში. როდესაც ამ ყველაფერს მიაგნებ და აღმოაჩენ შენში, იმ წამიდანვე შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და იმ წამიდანვე ისწავლი იმ ლამაზი სიტყვების ფასს, რასაც ვიძახი, რომ დადგმე ყოველი წამი და ისწავლე შენი სიცოცხლის ფასი, შენი თავის ფასი. შეიძლება ყველასთვის ვერ იყო კარგი, მაგრამ ვიღაცისთვის მაინც იქნები კარგი. ყველასთვის ვერ იქნები იდეალური, არ არსებობს, ეგეთი ურთიერთობები არ არსებობს. მაგრამ რამოდენიმე ადამიანისთვის, თუნდაც ერთი ადამიანისთვის იყო იდეალური, ეს უკვე შენთვის ბედნიერების მომტანი იქნება. და პირველ რიგში შენი საკუთარი თავისთვის. გისურვებ სიყვარულით, სიცოცხლით, სავსე ცხოვრებას და ბედნიერებით სავსე ცხოვრებას მუდამ კარგო ადამიანო და დათქმი ყოველი წამით გიყვარდეს საკუთარი სიცოცხლე და საკუთარი თავი. წარმატებებს გისურვებ.